მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ მოდით ვნახოთ ასეთი გაშლა, შენი ახალი რეალობა. ანუ საერთოდ ვინც მე არ მეცნობს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარონომეროლოგი, ფსიქოლოგი და ენერგოპრაქტიკოსი და ვმუშაობ ძირითადად ქალის ენერგიებზე და გოგოებთან ვატარებ ძალიან საინტერესო ტრენინგებს, რომელზეც ეხლა მომინდა ძალიან ამ უკვე პრინციპში უკვე მთავრდება გაზაფხული და რაღაც აი ახალი ენერგიებით რომ შევედი ზაფხულში, ხო? და როცა არის კარგი განწყობა, კარგი არის თქვა შეება გაცნობები მოხდება თქვენ ცხოვრებაში ძალიან ასეთი განახლებული, ანუ ურთიერთობას განაახლებ თქვენ, აი ხო იცით ზაფხული მაინც სხვა ენერგიებს გვაძლევს ჩვენ, ხო? და აი მომინდა ძალიან და ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, აი ეს რომ ჩვენ ხო ვიცით რომ საერთოდ ქალის ენერგია, ქალის ძალა არის მის სექსუალურობაში, მის ენერგიებში რა და ყველაფერი მაშინ მოდის, აი როცა ქალი არის, აი იმენა კაი ხასიათზე როცა ხარ, ხო? ყველა არის გახარებული შენს გარშემო. თუ ქალი არის ცუდ ენერგიებში, მტერს, ხო? ეგეც რო კარგად ძალიან ვიცი და ამიტომ მე მინდა რომ აი ხლა ეს ტრენინგი ჩავატარო, თუ ვინმეს გაინტერესებს დაწერეთ, რა თქმა უნდა, აქ ვიდეოს ქვეშ არის ჩემი დამხმარე ჯგუფი და მაგათ გითხრეთ და მე მინდა გითხრათ თქვენ, რომ ეხლა ვიცი რომ ვინც უკვე გაიარეს, ჩემთან ადრე იყო ეს სურვილების სასრულების ტრენინგი, თქვენს გამოგადგებათ ძალიან ეს ეხლა გაშლა და ნუ რა თქმა უნდა, უკვე აქაც ნახეთ ეხლა როგორ არის დასტის ბოლოში არის მთვარის ენერგია, ეს არის ქალის ენერგია, ჩვენი ინტუიცია, ხო? ჩვენი ქალური ენერგია რა, რომელიც ახლა აღვიძებს ყველაფერს დედამიწაზე აბსოლუტურად, ხო? მაგრამ როცა ჩვენ ახლა ან ფული არ აქვს, ან ურთიერთობაში არ გვემართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი იმენა ეს ქალური ძალა სადღაც არის აი დახურული რა და როცა ის გაიპურჭნება, როცა ეს აი გაიხსნება, აი ესეთი ვარდებილით იქნებით სულ და ჩემო სიხარულებო. მოდით ვნახოთ ეხლა ჩვენ ანუ რა უკვე არის მზად, ანუ ეს თქვენი ძველი ენერგია, ძველი სიტუაციები, ან ძველი ეტაპი უკვე აი თქვენ რასაც გადაიზარდეთ რა, რომ აი რა არის ეხლა მზად რომ წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან, აი ეს მექნება ეს პირველი კითხვა იქნება აი აქ ამ დასეთ მინდა რომ ავიღო და დღეს რაღაც აი ამ მხიარულმა დასთან მოითხოვა რომ ჩვენ უკვე ვკითხოთ შემდეგი კითხვები თქვენ ახლა იცით უკვე რომ მე გრძელი გაშლები მიყვარს და ამ არხზე ჩვენ გრძელი გაშლები გვაქვს და რუსული არხი სხვადასხვის მე იქაც თქვი მეორე არხზე ჩვენ ქართული არხზე თუ თქვენ იცით რუსული და თუ თქვენ გაქვთ ურთიერთობა სადაც გაქვთ სხვაობა ასაკში მე შევქმენი რუსულად იმიტომ რომ იქ მთელი არხი მაქვს მაგისთვის მაგ თემაზე სადაც სხვაობა არის ასაკში პარტნიორების შორის სადაც მამაკაცი არის უმცროსი თუ რუსული იცით შეგიძლიათ შემოგვიერთეთ და ჩვენ დამხმარ ჯგუფს მიწერეთ და ლინკს მოგცემენ შეიძლება აქაც დავდებთ ნახოთ ახლა ჯერ შევხედოთ იმიტომ რომ ის უფრო ის თემა ვის საინტერესებს იმათვის გავაკეთე რა ამიტომ რომ ბევრი კითხვები აქვთ გოგოებს ნახოთ ახლა ჩვენ ანუ ესე იგი რა მოვლენა იწყებს შენს так, ქართული დაიწყო ჩემი ხო? ანუ ცვლილება, მოდით ადვილად რომ ვიტყვი ტრანსფორმაციას. თორე ახლა ხო იცით გავიჭედები და მე თქვენი დახმარება დამჭირდება ისევ. ნახოთ ახლა რა შიში შეიძლება თქვენ გიშლის ხელს რომ აი ამ ახალ რეალობაში შემოსვლას, რა ის შესვლაში. ანუ რა გაჩერებს შენ შეიძლება თქვა ანუ ძველ დონეზე. ნახოთ ახლა შენი რომელი ახალი ვერსია იბადება ახლა. ანუ როგორი გახდები შენ თვითონ აი ამ ცვლილებების მერე და რა შემოვა აი თქვათ ახლა ხო ახალი რეალობა შევდივარ მე ხო ანუ რა შემოვა შენს ახალ რეალობასთან ერთად ეს შეიძლება იყოს სიყვარული შეიძლება ფული შეიძლება შესაძლებლობები ადამიანები თუ ახალი გზა რა გვაჩვენონ ხო და ვნახოთ ახლა მაღალი ძალების განგზავნილსაც ვნახოთ ანუ რა აი უნდა გაიგო აუცილებლად რა უნდა მაღალი ძალებს რო გითხრან რა გზავნილი იმენა მაღალი ძალებისგან ხო
ну აქ ახლა ბევრი ოცნებები კი გაქვს ზოგი სიყვარულიზე, ну რა თქმა უნდა ჩვენი ეს საყვარელი თემები. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ და ანუ პირველი ახლა ჩვენი კითხვა არის რა ენერგია, რა სიტუაციები, რა ეტაპებს უკვე თქვენ უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან. აი ძალიან კარგი ამას თუ უშვებთ თქვენ. აი ძალიან კარგი. შეხედეთ ახლა просто ტაროს გაჩვენებთ, ახლა ვინც ახლა არიან შემოსწავლები, კი მიხვდებიან, ხო? ანუ აქ თუ იყავით თქვენ ძალიან აი ესეთი დატყრუნული, თუ იყავით თქვენ ძალიან ესეთი აი უიმედობა, თუ იყო რაღაცა სიტუაციები, რომ აი არანაირად, ანუ ჩემს თავს ვერ პოვლობდი, შეიძლება ბევრს მუშაობდით, შეიძლება ზოგმა ახლა, ანუ აქ არის რა, მომბეზრდა მე ყოფნა იმ ენერგიაში, სადაც მე არაფერი არ მიხარია. მომბეზრდა. მე მინდა უკვე გამოვიდე და აი ჩემი ცხოვრება გავალამაზო. მე მინდა რომ ჩემი თავი მოვიპოვო, მე მინდა ვიყო, მე კარგად მინდა ვიყო. იმიტომ აი ეს უკვე მიდის, იმიტომ რომ თქვენ უკვე ანუ მგლოვიარობები და ეს ნერვების შლა, ეს როცა ყველაფერი ცუდად არის, ანუ ეს ნეგატიური რაღაცა ენერგიები უკვე თქვენში დასრულდა. იმიტომ რომ აქ ზოგი აკეთებდა ბევრ პრაქტიკებს, შეიძლება მედიტაციებს, ტრენინგები, რა ვიცი, ვინ რა, ხო? მაგრამ თქვენ აი აქ უკვე ამ ეს იგი როგორიც სტაგნაციაში ყოფნა საერთოდ რა, სადაც მე ვზივარ და ველოდები. ეხლა რა არის, იცით, მედიტაციები არის ყველაზე ჩემი უსაყვარლესი რიტუალიც და ყველაზე ჩემი უსაყვარლესი ტექნიკა და მაგ ჩემ ყველა ტრენინგებზე და ყველაფერზე კურსებზე ყველგან ვარ ჩვენ მედიტაციებით. მაგრამ შენ თუ მარტო მედიტაცია გააკეთე და ზიხარ და ელოდები, ეხლა ხო გავაკეთე მედიტაცია, ხო, ახლა მოვიდეს ახლა დააკაკუნებენ და შემოვა ჩემი პრინცი. ეგრე არ არის. ან ჩემ ცხოვრებაში, ჩემი რეალობა შეიცვლება. არა. აქ არის როგორი სიტუაცია. მე კი მედიტაციას ვაკეთებ, მაგრამ მედიტაცია მუშაობს ქვეცნობიერზე და რა თქმა უნდა, მოდის რაღაცა ინსაიტები და შენ ეს უნდა განახორციელო, თუ შენ გინდა რომ შედეგი გქონდეს, ხო? ანუ შენ თუ მედიტაციის დროს დაუშვოთ, ახლა მოგივიდა რაღაცა, ანუ ეს ინსაიტი რო თქვა, აი მოდი ეს ვსინჯო, მოდი აი ამით დავკავდე, მოდი ეს ბიზნესი განვახორციელო. აი მე მაგათ სულ მომდის რაღაცა ახალი იდეები, ახლა ზა მაგარი იდეა მაგ კიდე და სულ, იმიტომ რომ მედიტაციებს აი მაგისტვის ნუ ვიყენებ ასე რომ თქვა, რომ უფრო მინდა რომ კიდე რაღაცა გავაკეთო, აი ჩემთვის სასარგებლო, ადამიანებისთვის სასარგებლო, რომ აი მიხაროდეს, რომ დილა რო გათენდება, რომ გავიღვიძო, რომ აი ყველაფერი რომ იყოს იმე პოზიტიური, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი არჩევანი რა, ჩვენი რა რეალობაში დღეს ჩვენ ცხოვრობთ, ეს ჩვენი გუშინდელი ენერგიები, ეს არის ჩვენი გუშინდელი ფიქრები, ეს არის ჩვენი გუშინდელი შინაგანი მდგომარეობები და დღეს ეს არის ჩვენი რეალობა. მაგრამ აქ მაჩვენებენ, რომ თქვენ პრინციპში უკვე ამოგივიდათ, ასე ვთქვათ, რომ ყელში ყოფნა იმ რეალობაში, სადაც თქვენ არაფერი არ გიხარიათ. აი ეს არის ეს მომენტი და ამიტომ ნამდვილად თქვენ უკვე ხართ, აი ამას ფიქრობთ რა. და აი სხვათა შორის მე იმიტომ მინდა რომ გავაკეთო ეს შეხვედრებიც, ახლა პირველი იტალია გვაქვს შეფიქრებული, ამიტომ რომ ბევრი არიან ძალიან გოგოები, მე სხვადასხვა ქვეყანაში წავალთ, იმიტომ რომ აი ეს შეხვედრა რო იყოს ცოცხალი, სადაც ენერგია ჩვენი წამოვა, ენერგიის მიმოცვლა რა, სადაც აი ეს პოზიტივი რო შემოგიშვათ რა, რომ თქვენ იყოთ აი ძალიან კარგად, იმიტომ რომ მე რო ვარ კარგად, მე მინდა რომ ეს გაგიზიაროთ რა. როცა ადამიანი არ არის კარგად შინაგანად, ხო? აი, ნუ არანაირი ყვავილებიც კი დაჭკნება მის გვერდით, ხო იცით რა? როცა თვითონ შენი ქალური ეს ენერგია ჭხერს, ხო? როცა შენი ენერგია აი, რა ვიცი მე, მღერის ასე რომ ვთქვათ, ყველა გარშემო წვიმაც რო იყოს გარეთ, მაინც ხარ რაღაცნაირად აი პოზიტიურად რა, ანუ ეს არ არის რაღაცა სისულელი, აი შინაგანი მდგომარეობა, მიხვდით? ნახოთ ახლა, ანუ რა შეიძლება თქვათ, რომელი მოვლენა ან გაცნობიერება გახდება ცვლილებების დასაწყისი შენთვის. ნახოთ ახლა ჩვენ, ნუ აქ სხვათა შორის რა იქნება, იცით? მე ასე ვეტყოდი, რომ შეიძლება აქ როგორი მომენტი არის, იცით? თქვენ აქ არის ახლა შვიდიანი, ნახეთ როგორი საინტერესო არკანი, აბა დააკვირდეთ რა. და ტრანსფორმაციას აქ ნამდვილად და აი
თქვენი შინაგანი მდგომარეობა, ნახეთ, როცა თქვენ შეიძლება გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ აი არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. არ მაინტერესებს ვინ რას, აი ნახეთ, დაუშვოთ პირველი, შეიძლება თქვენ გეზარებოდეთ, თქვათ, აი სამსახურში რომ მიდიხართ, არა აქვს მნიშვნელობა რითი ხარ დაკავებული და სიტყვაზე, გეზარებათ მაკიაჟი, ხო, სიტყვაზე. მეზარება ის მაკიაჟი, ისიც წავალ. ან დაუშვოთ ახლა ვის ახლა გავაკვირო, ხო, ახლა რაღაცა შეიცვალეთ იმიჯი. იმიტომ რომ მე მინდა რომ თვალები შევიღებო, მე მინდა რომ რაღაცა საყურები შევცვალ, მე მინდა რომ რაღაცა კაბა ჩავიცო, როცა ყოველთვის შარვალი მაცვიე სიტყვაზე, ხო? ანუ ეს არის როგორი მომენტი, როცა თქვენ თვითონ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ მე მინდა გავაკეთო ის, რასაც მე მინდა რომ გავაკეთო, იმის მიუხედავად, ვინ რას იტყვით. ანუ აი ეს მომენტი არის, როცა და სხვა კი, ანუ გადაწყვეტილებას მე ვიღებ, მე არ მაინტერესებს არავისი აზრი, კი, როცა თქვენ აი კი, აი აქ როცა მე ვიღებ გადაწყვეტილებას, მე დავსვი წერტილი, მე ჩემს თავის მოტყუებას აღარ ვაპირებ, მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, მე მინდა რომ ასე ვიცხოვრო, ასე უნდა ვიცხოვრო, ხო? აი ეს მომენტი არის, რომ აქ თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ აი ეს მომენტი, რომ ვინ რას იტყვის, მე არ მაინტერესებს, იმიტომ რომ დააკვირდით თქვენ თვითონ, აი ვიზზე უფრო მეტად ფიქრობთ, თქვენ თქვენს თავზე თუ თქვენს მეზობელზე და იმაზე, რომ მას ყავს საყვარელი სიტყვაზე, ხო? აი დააკვირდით, რომ ვისი ცხოვრება უფრო თქვენ გაინტერესებს, ხო? და ანუ შენ თუ და იმის გამო თქვათ, ეხლა თმის ფერს არ იცვლი, ხო? რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის, ეხლა მე მაგალითად მინდა შავი თმა მქონდა, შევცვალე, მინდა დავიხვიო, მინდა გავისწორო და როგორც მინდა ისე ეს მე როგორც ხასიათზე ვარ, რაც მომწონს, იმას ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს მე მიქმნის მე ჩემში ნაგანად, აი როგორ ვგრძნობთ, მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი, როცა ვიყურები სარკეში. შეიძლება 100 ადამიანმა მითხრეს, რომ ან ლამაზი ხარ, ან არ გიხდება, მაგრამ მე თუ შინაგანად ვგრძნობ თავს, რომ მე კარგად ვარ, ხო? აი აქედან მე მიდის ყველაფერი, მოდის ჩემთან ყველაფერი უკვე კარგი, მიხვდეთ? და თქვენ თუ ხართ აყოლილი იმაზე, რომ თქვათ, უიმე ხა, ეს შარვალი მოკლეა, ეს კაბა არ გიხდება, ეს ისეთ მარა თუ შეიღებე, წამწამები რატო გაიკეთე, თუჩები რატო მინდა და გავიკეთე, იმიტომ რომ კარგად ვგრძნობ თავს. მიხვდეთ? აი ეს გამოიყენეთ და აი ეს იქნება თქვენი ტრანსფორმაცია, როცა თქვენ აი იტყვით, რომ რასაც მე ვიტყვი, ხმალების დედოფალი, ხო? ნახეთ, გამოსვლა არის, აქ გამოგიყვანებენ, იმიტომ რომ საბოლოოდ შეიძლება ვიღაცის რაღაცის აი ესეთმა თქმამ, თქვენ აი ისე რა გაიძულებს, რომ იტყვი, რომ მორჩა რა. ჩემი ცხოვრება მაგ, ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ მე რა. აი რაც მინდა იმას ვაკეთებ და მორჩა და მე ვაგებ პასუხს იმაზე რაც მოხდება. გამიგეთ? აი აქ ძალიან ეგეთი ტრანსფორმაციული რაღაცა სიტუაცია იქნება ისეთი, ეს შეიძლება სამსახურში მოხდეს, შეიძლება უცბად მოგივიდეთ რაღაცა ინსაიტი, გამიგეთ? შეიძლება ზოგისთვის აქ კიდე იყოს, აი სამსახურიდან გაგან თავისუფლეს დაუშვოთ, ხო? რაღაც ვიღაცა მიჭორავა და რაღაცა გაგენ თავისუფლეს სამსახურიდან, გამიგეთ, რომ და იტყვი, რომ და ბოლოს რაც მინდა იმას გავაკეთებ, როდემდე. აი ესეთი მომენტი მოდის აქ. აი ეს თქვენში ჩართავს აი ამ ტრანსფორმაციას. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ კიდე ანუ რა გაჩერებს ახლა შენ ან ძველი თქვა დონეზე რა, ანუ რა შიში შეიძლება არ გაძლევს შენ საშუალებას, რომ იმ ახალ რეალობაში შესვლა. ანუ რა გაჩერებს, ნუ პრინციპში მე აქ ვიტყოდი, რომ უკვე აღარაფერი გაჩერებს რა. იმიტომ რომ პრინციპში უკვე აქ რანაირი შიშიც არა გაქვს, რომ აქ უკვე გადაწყვეტილება მიღებული გაქვს, რომ მიდიხარ ახალ რეალობაში, იმიტომ რომ გვერდხების საერთოდ რაინდე ეს ესეთი ენერგია, როცა მე უკვე არ ის რაც იყო, მე მინდა რომ გავაკეთო ახალი სულ რაღაცა, ანუ всё, წამოვიდა რა, იმიტომ რომ უკვე დავიღალი იმით, რომ თქვათ, რაც იყო სტაგნაცია, შეიძლება და თუნდაც ახლა სიტუაცია აქ კიდე ნახეთ რა შეიძლება იყოს. შეიძლება იტყვით, რომ აი რა, მშვენივრად კარგად არის ყველაფერი ჩემთვის, მე ძალიან ნორმალურად ვარ, მაგრამ აი ეს სიტუაცია, როცა შენ ხარ თუნდაც აი ყველაფერი ერთფეროვანი რო არის, ესეც შეიძლება მოგბეზრდეს რა, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის მას სული ეძახეს, მე მილიონი მაგალითი ესეთი რომ ადამიანს ფულიც ჰქონდა, თქვათ, ახლა სამსახურიც ყველაფერი რაღაცა აწყობილი, მაგრამ ცუდად იყო ადამიანი, რომ
კი, ეხლა აი ყველაფრის ყიდვა შემიძლია, რაც მინდა, ყველაფერი აი საბაზო თქვათ ესენი დახურული მაქვს, ხო, მაგრამ მოთხოვნილებებია, მაგრამ მინდა რომ რაღაცა შევცვალო ჩემ ცხოვრებაში, მინდა რომ რაღაცა სხვა შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს მინდა. და აი ესეც არის ეს მომენტი, როცა შენ უკვე არანაირი შიში აქ არა გაქვს შენ. შენ უკვე მირბი ხარ, შენ უკვე აი ისეთ ენერგიაში ხარ, რომ აქ ვირა გაგაჩერებს ახლა, всё. თუ არა ხარ და მოხდება ეგ მომენტი, რომ ნამდვილად შენ ახლა უფრო აი საერთოდ რომ აი არაფრის აღარ მეშინია, მინდა ეს სიცოცხლე, მინდა ეს მე მიხარია, მე მინდა ჩემ თავს ვერჩევ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. და ნახოთ ახლა ესე იგი რა ახალი ვერსია იბადება, ხო? ანუ როგორი გახდები შენ, აი როცა მოხდება ეს შინაგანი, ნუ ნახეთ პენტაკლების ტუზი. ანუ პენტაკლების ტუზი ეს რას ნიშნავს? ეს არის როცა შენ გახდები, ანუ ნამდვილად რა, უძვირფასი შენთვის პირველ რიგში, ხო? ახალი ცხოვრება, სიუხვე, როცა შენ აი ყველაფერი აბსოლუტურად გიხარია. თან ახლა ეს როგორ არის, იცით, კი, მე მუშაობ, რა თქმა უნდა, ჩემს შინაგანს მდგომარეობაზე, მაგრამ მე ხო მინდა რომ ეს ჩემი მდგომარეობა შინაგანი გამოავლინოს, თქვათ, აი მატერიაში როგორ ვიქნები რა, რომ მარტო ეს ხო არ ვარ, დავფრე და გიჟევი თუ მე რა კარი ხასიათზე ვარ, რა კაი ხასიათზე ვარ და მე ახლა ფული სად არის, თქვათ, ან რაღაცა ნუ აქ ფული რჩენ ახლა ვნახავს რა მოდის, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ აი რეალობაშიც უკვე თქვენი ვერსია იქნება სულ სხვანაირი. აქ გეუბნებით, რომ პენტაკლების ტუზი ეს არის დაწყება შენი, ანუ განახლებული, გალამაზებული ცხოვრების, როცა უკვე თვით მაღალი ძალები შენ გფარველობენ რა, როცა გაძლევენ ყველაფერს, აი იმისთანა სიუხვეს და იმისთანა ბედნიერებას ყველა სფეროში მიწიერ დონეზე, რომ აი გაგიკვირდება. მოდით გავხსნათ ბარემ, რომ ანუ რა მოხდება, რომელ სფეროს გვაძლევენ, ნუ სიყვარულის, ნახეთ, ეს არის სიყვარული, ეს არის საჩუქარი, ეს არის ანუ შესაძლებლობები, ეს არის ანუ თუ მუშაობ, თქვათ, ახლა კლიენტები, ახალი, პოზიტიური, აი ეს რაინდი არის საერთოდ აი ამ შემთხვევაში, ამ დასტაში, ხო? თასების ეს როცა რაღაცა ანუ შეიძლება ხელოვნება, შემოქმედება, ეს არის რაღაცა ხო გეუბნეთ, რაღაც ახალი იდეები თან ესეთი, რომელიც იმინა პოზიტიური და რომელიც გაგახარებს რა. ეს არის მოგზაურობა, ეს არის სიახლე რა, ანუ განახლებული. ზოგსთან შემოვა, ანუ ეს თქვენი ურთიერთობა, თქვა თუ ურთიერთობას, ხო? აქ სხვათა ბევრი რაღაცა შემოვა და რაც შემოვა ყველაფერი პოზიტიური და განახლებული. როცა შენ უკვე უყურებს სხვა თვალით, ხო, უყურებს შენ ურთიერთობაც თუ დავუშვათ, აი თქვათ ახლა გინდათ თქვენს პარტნიორს შეხედავს სხვანაირად, ხო? ანუ უფრო ისეთ შეიძლება შეიცვალოს, კი, ისეთ უფრო ანუ მშვიდი ურთიერთობა შემოვა, ხო? ანუ როცა ისეთი აი ჰარმონია შემოვა და თქვენ ცხოვრებაში რა, როცა თქვენ უკვე როგორ გითხრათ ახლა ხო, ანუ რაც გააკლდათ თქვენ, რაც გააკლდათ, ის წავა თქვენი ცხოვრებიდან, წავა, ვაფშე წავა რა. ანუ შეიძლება ყურადღება, შეიძლება მანძილი იყოს სხვათა შორის თქვენს ურთიერთობაში, ხო? ახალ რეალობაში, ანუ ნახეთ, განახლებული ურთიერთობა წავა თქვენი, ვისაც გქონდა თქვათ მანძილი, ვისაც გქონდა თქვათ ახლა ანუ ცოტა დაძაბული ურთიერთობები, ხო? ეს ყველაფერი განახლდება, ანუ ეს მიდის, რაც თქვენ გააკლდათ ურთიერთობაში, ეს მიდის ყველაფერი ეს უკვე დაინგრევა რო იწყვიან და შეიცვლება კი შეიცვლება რაც კი აი რაც გბლოკავდა თქვენ ხო ეგაც ანუ შეიცვლება რასაც თქვენს ნუ თქვათ აი რაზეც თქვენ ოცნებობთ როგორიც გინდოდათ ურთიერთობა აი ეს იქნება იმიტომ რომ აი როგორც თქვენ სულს გაუხარდება და როგორც თქვენს გულს გაუხარდებათ აი მასე იქნება თქვენი აქ რაც ეხება ნუ სიყვარულს გვაჩვენებენ ხო იმიტომ რომ ნუ რა ქვია რომ ვკითხეთ ახლა მაინც ნუ არა მხოლოდ მოდით სიყვარულზე მარტო არ დავჯერდებით იმიტომ რომ ვაფშე სულ ყველაფერი არის სიყვარული მაგრამ აი ნუ იცით როგორ ეს სიყვარული რო შემოდის განახლებული როცა თქვენ აი ბევრ რაღაცებში მიდის თქვენი
ცვლილება ბევრ რაღაცებში, რაც იყო გაჩერებული, ფული გაჩერებული იყო, ეგეც იცვლება, ბლოკები იყო, ეგეც იცვლება. ანუ აქ თითქოს ნახეთ, თქვენმა სულმა რაღაცა აი ძალიან დიდ რაღაცას მიაღწია, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ანუ რაღაცა მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც იყო ვთქვათ, ჩაფიქრებული თქვენ სულს, აი მაგას განახორციელებს რა. აქ კომფორტში შედიხართ რა. კომფორტულად ვგრძნობ მე თავს, იმიტომ რომ მოვერიე ბოლოს და ბოლოს მე ის დაბრკოლებები, აქ თავში ვიმუშავ, აი გეუბნებით და თუ კიდე არ ახართ მისული, გეუბნებით მოდით და ერთად ჩვენ დავამუშაო და მე გასწავლეთ თქვენ როგორ უნდა მიხვიდეთ ამ მდგომარეობამდე რა, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მაგარი кайფი რა, გეუბნებით, როცა შენ ცხოვრებით ტკბები და არა ვწვალობ, რაც მიჯავრება ეგ სიტყვა, მე ვწვალობ, რას წვალობს, რას წვალში არჩევანი, იმიტომ წვალობ რა. თუ არ გინდა იწვალო, ხო? გაიგე როგორ შეიძლება, რა შემიძლია გავაკეთო, იმისთვის რომ არ ვიწვალო. გამიგეთ გოგოებო, ეს სიტყვა მოაგდეთ თქვენი ლექსიკონიდან. და ნუ ბიჭებოც პატივისცემით და ვნახოთ ახლა ანუ რა უნდა გაიგო შენ აი ახლა მაღალი ძალებისგან ნუ ებრძვი იმას შენ თუ გინდა რომ რამე შეიცვალო შენ ცხოვრებაში ანუ დაიწყე ქმედება ნუ ებრძვი იმას ნუ ბრუნდები იქ და ნუ იცავ იმას რასაც უკვე აღარ აქვს სიცოცხლე რაც უნდა შეიცვალოს მაგას ნუ იბრძვი უკვე მიეცი გზა სიახლეს მიეცი გზა იმისთვის რომ გაიგო ის რაც შენთვის არის კარგი მე დამიჯერეთ ჩემო სიხარულებო ნახეთ რამ ხელს სიყვარულს გაძლევს თქვენ ნუ ებრძვით სიყვარულს ნუ ებრძვით იმას რასაც გაძლევთ თქვენ მაღალი ძალები ამ ბედნიერებაზე რა არის ხა ნახეთ გეტყვით აი ზოგჯერ თქვათ ეხლა გვენანება თქვათ ეხლა სიტყვაზე არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ჩემთან მოხვალ სხვა ვინმესთან თქვათ მიხვალ თქვენ არის ადამიანი ნახეთ ეხლა ვინ არის ექსპერტი რა თუ ქვია ექსპერტი ხო მე რომ აი აქ დაგიჭ ვზივარ ეხლა და მე რომ თქვენ ბევრ რაღაცებს რო გელაპარაკებთ ხო ეს რას ნიშნავს რატომ მივეცეთ ჩემს თავს უფლება იმიტომ რომ ბევრი რამე მაგ გამოვლილი ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი დღეს ვზივარ ასეთი ლამაზი ვარდივით ხალი მაგრამ კი ვიყავე ვარდი, მაგრამ ყოველთვის არ ვიყავი აი ასეთ ვარდი რა. იყო პერიოდები, როცა მართლა ჭკნებოდა ეს ვარდი და მე ისევ თქვათ ადგებოდა და ისევ მიდიოდა სხვა რეალობაში. ეს ექსპერტი რას ნიშნავს, რომ მე უკვე 20 წელი წადი, ხო? მივდივარ ამ გზაზე. ანუ რაღაცა გამოცდილება უკვე მოვაგროვე, ხო? რადგან მე შევცვალე ჩემი ცხოვრება, ესე იგი მე მაქვს იმისი უნარი, რომ სხვასაც დავეხმარო, მაგრამ როცა ჩვენ მივდივართ იმ ადამიანთან, ვინც ჩვენ მოგწონს, ხო? მისი ცხოვრება, მისი ენერგეტიკა, მისი თქვათ აზრები, ხო? ესე იგი იმ ადამიანმა იმდენი რაღაცები გამოიარა და ისწავლა, რაც ჩვენ შეგვიძლია თქვათ მივიღოთ სიტყვაზე, ნუ ორ კვირაში, ერთ თვეში სიტყვაზე თუნდაც ცოდნის დონეზე, როგორც რეცეპტი. ხო ხდებით რა? ანუ რეცეპტი აქ ამას უკვე გამზადებული, რა უნდა ვაკეთო მე იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრებაც ეგრე შეიცვალოს, რომ მე არ ვიჯდე იქ, სადაც მე არ მინდა ვიჯდე, მე არ მინდა, ანუ ეს რა პროგრამები მუშაობს, რა მიშლის მე ხელს აქ, რომ მე ვერ ვცხოვრობ, თქვათ, ისე როგორც მე მინდა, ხო? იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ ვეძებთ რაღაცას, ან როცა ცუდად ვართ და გვინდა რომ უფრო კარგად ვიყო, ან თუ კარგად ვარ, უფრო კიდე მეტად მინდა რომ კარგად ვიყო. მიხვდით? მაგრამ არ უნდა დამენანოს მე თუნდაც ეს ჩემი რამდენჯერ ყოფილა რომ მართლა აი პულისთვის არ დამიტოვებია და მიყიდია კურსი რატო იმიტომ რომ ვიცოდე რომ ეხლა მე აი აქ გავიგებ რაღაცას ისეც იმიტომ რომ ადამიანს მე ვუსმენ მომწონს ეს ადამიანი მისი ენერგია მომწონს და ეხლა მე პულს გადავიხდი მოვუსმენ მაგას და ესე იგი ჩემს ცხოვრებას კიდე უფრო მოემატება რაღაცა საინტერესო ინფორმაცია, რომელსაც მე გამოვიყენებ და მე თქვათ ის ფული რაც მე აქ დავხარჯე, გაასმაგდება. ასეც ყოფილა ბევრჯერ, იმიტომ რომ ყველაზე და მე რა თქმა უნდა, ახლა მე რო კარგად ვარ, ჩემ შვილებსაც ვეხმარები, ჩემ ახლობლებსაც და ასე შემდეგ. მე ყველასთვის კარგად ვარ, ხო? მაგრამ მარტო ჩემთვის, ახლა როცა კარგად ხარ, შენ მაგას ვერ დაიკავებ და შენ ვერ იტყვი, რომ აი მე თავიდამანებით არა ვარ კარგად, რაღაც პირიქით გიხარია და გინდა რომ ყველას ეს შენი სიყვარული გაუზიარო ყველას, ნახეთ.
უკვე ყველას მე მისცემ ამ შენ სიყვარულს გამიგეთ, რას გეუბნებიან და ნუ ეწინააღმდეგები გაიგე და ეს შენი პირადი ძალა, ეს შენი ქალური ძალა გახსენე, თუ გინდა რომ გქონდეს ახალი ცხოვრება, ახალი ენერგია და რომ იყო ბედნიერად. და მაგისტვის უბრალოდ არის ნაბიჯი რომ თქვა გადაიხადო, არ აქვს მნიშვნელობა, გინდათ ჩემთან მოდეთ, მე მაშინ მაგათ ტრენინგს გავატარებ, მაგრამ თუ არ გინდათ სხვა ვინმე ნახათ, ვინც თქვენ მოგწონთ ღმერთო და ნახათ რა გელოდებათ, როგორი გამოსვლა მოდის თქვენი აი იმ სიტუაციებიდან, სადაც შეიძლება ფულის პრობლემებიც გქონდათ და ბრძოლობდით იმისათვის, რომ აი ფულისად მოვიპოვო, ანუ წამოსვლა მინდა, მაგრამ ვერ მოვდივარ თქვათ ეხლა, იმიტომ რომ არა მაქვს რესურსი, სახში მინდა დაბრუნება, მაგრამ როგორ დავბრუნდე, რა გავაკეთო, კაცთან პრობლემა, ну, короче, რა ყველაფერი, ხო? აი ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის, იმიტომ რომ ნახეთ, აი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერი, ჩვენ არ ვიხდით ბევრს. იცით რატო გეტყვით? იყო პერიოდები, რომ მე მართლა ის სტაროს სწავლა რო დავიწყე, მართლა არ მქონდა ფული, მართლა, მაგრამ ერთი რო ვთქვი, რომ არ არსებობს, უნდა ვისწავლო. და გეფიცებით საიდან მოვიდა, როგორ მოვიდა. აი ეს ასე მუშაობს სამყარო. როცა შენ უკვე დარწმუნებული ხარ იმაში, რომ შენ გინდა შეცვალო ეს შენი ცხოვრება და გახდე უფრო უკეთესი ვერსია შენი თავის ვიდრე ხარ. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი და დღევანდელი კიდევაც როგორც გითხარით, თქვენი ცხოვრება ეს იყო თქვენი არჩევანი, რომელიც თქვენ გააკეთეთ რამდენიმე ხნის უკან. გინდათ რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს, უფრო უკეთესი გახდეს, გაიგეთ ახალი რაღაცა, რა შემიძლია გავაკეთო, რომ უფრო კარგად ვიცხოვრო, უფრო შევცვალო, უფრო გავალამაზო. მითხარით. ანუ მე ასე მწყურია ყოველთვის, მე სულ მასე ვარ და ყოველ დღე რაღაცებს ვუსმენ და იმიტომ რომ უფრო და უფრო მინდა რომ ჩემი ცხოვრება გალამაზეს ისევ იმისათვის რომ მე ვიყო კარგად და მე ჩემი გარშემო მყოფი ადამიანებიც იყოს ბედნიერი, იმით რომ მე ვარ მათ ცხოვრებაში. მიუყვარხარ ძალიან და გისურვებთ როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.